თურქეთში ოპოზიციონერებისა და აქტივისტების ანგარიშები თანდათანობით იბლოკება პლატფორმა X-ზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად აქტივისტები ავრცელებენ და ასევე გამოცემა პოლიტიკო. ძირითადად ოპოზიციონერების ანგარიშები დაიბლოკა პლატფორმა X-ზე და ასევე აქტივისტების ეს ყველაფერი ხდება მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, მას შემდეგ რაც დააკავეს სტამბოლის მერი. გამოცემა პოლიტიკოს ინფორმაციით ძირითადად დაკავებულნი არიან აქტივისტები, რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებული იყვნენ უნივერსიტეტთან და ავრცელებდნენ ინფორმაციას სხვადასხვა უსაფრთხო ადგილას, თუ სად უნდა გადაადგილდნენ დემონსტრანტები. თუმცა ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, თვითონვე პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ აღმოაჩინეს 326 ანგარიში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით აღვივებდნენ სიძულვილს და ამათგან 72 იყო საზღვარგარეთიდან. ეს ანგარიში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით ძალოვანი და კიბერუსაფრთხოების ძალების ერთობლები მუშაობის შედეგად სოციალურ ქსელში გამოყენებული პოსტების გამო 54 ეჭვმიტანილი არის დაკავებული. ეს შეეხება პლატფორმა X-ზე გავრცელებულ ცნობებს, თუმცა აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და ისინი ცდილობდნენ გაევრცელებინათ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ძირითადად აღსანიშნავია ის, რომ თურქული კანონმდებლობა იძლევა ამის უფლებას, რომ თურქეთის მთავრობამ მოსთხოვოს სოციალურ ქსელის კომპანიას, რომ დაიბლოკოს ესა თუ ის ანგარიში და ასევე მონიტორინგი მოხდეს კონტენტის. აღსანიშნავია ის, რომ ასეთი რამ უკვე მოხდა 2023 წელს, როდესაც ხელახლა აირჩიეს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მან მოსთხოვა კომპანია X, იგივე ყოფილ Twitter-ს, რომ დაბლოკილიყო და წაშლილიყო კონკრეტული სხვადასხვა ტიპის ტვიტი, ანუ კონტენტი და მასალა, რომელიც ვრცელდებოდა პლატფორმა X-ზე. მაშინ ილონ მასკი დათანხმდა ამას. მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ილონ მასკმა შეიძინა Twitter-ი და დაარქვა მას X-ი, მისი მთავარი მოტივაცია, როგორც თვითონ აცხადებდა, იყო სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ის აცხადებდა, რომ ძირითადად ბრალი მიუძღვის ამერიკის შეერთებულ შტატებში დემოკრატიულ პარტიას, რომ ისინი აკეთებენ დაკავებულები არიან ძირითადად ცენზურით სოციალურ ქსელში და სწორედ ამიტომაც შეიძინა Twitter-ი, რათა ყველას ხმა იყოს გაგონილი და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყოს შესაძლებელი. თუმცა რაც შეეხება თურქეთს, მან თვითონ იმსჯელა ამის შესახებ თავისივე ანგარიშზე გვერდზე 2023 წელს. მისი თქმით, ის იდგა არჩევანის წინაშე მთლიანად დაბლოკილიყო პლატფორმა X-ი თურქეთში, რადგან ასეთი იყო მოთხოვნა თურქეთის მთავრობის, რადგან ისინი აცხადებდნენ, რომ მთლიანად დაიბლოკებოდა სოციალური ქსელი თურქეთში, თუ არ წაიშლებოდა კონკრეტული ტვიტები, რომლის წაშლასაც თურქეთის მთავრობა ითხოვდა და სწორედ ამასთან დაკავშირებით ილონ მასკმა განაცხადა, რომ უმჯობესი იყო რამდენიმე ტვიტის წაშლა, ვიდრე მთლიანად დაბლოკვა სოციალური ქსელის ამ ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა სოციალურ ქსელებს, NetBlocks-ის ცნობით პერიოდულად შეზღუდულად მუშაობს სხვა ინტერნეტ პლატფორმები, მათ შორის არის TikTok-ი, Instagram-ი და YouTube-ი.